დღეს არის შაბათი 13 ივნისი საეკლესიო კალენდრით დღეს არის 31 მაისი 2026 წელი და მე ვაგრძელებ საუბარს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის და მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუნაფხაზეთის მიტროპოლიტის უწმიდესის და უნეტარესის დიდისა მეუფისა მამისა ჩვენისა ილიას შესახებ. და ვაგრძელებთ საუბარს ამ წმინდა ნინოს გზაზე პირველი მოგზაურობის შესახებ. პირველი მოგზაურობა ეს არის 1999 წელი და აი 13 ივლისია დამთავრდა, ესე იგი ეს მოგზაურობა თვითონ სვლა უფრო ადრე დამთავრდა, მაგრამ აი 13 ივლისს მოხდა ეს საერთო საყოველთაო ნათლობა, უამრავი ადამიანი მოინათლა და აი ეს ესე იგი შეიძლება ითქვას რაღაცა პირველი ეტაპი დასრულდა და აი ამ გზაზე მოგზაურობამ აი ამ ესე იგი ფარავნის ტბიდან მცხეთამდე გამოავლინა ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება, რომ ხალხი არა მარტო ჯავახეთში, სადაც მთელი საბჭოთა პერიოდის განმავლობაში ფაქტიურად თვისახურება არ აღესრულებოდა, ფაქტიურად, აღესრულებოდა, ძალიან ესე იშვიათად ეს სისტემატური ხასიათი არ ხო და გარდა ამისა, ესე იგი დანარჩენ საქართველოში, სადაც თითქოს აი უკვე ფაქტიურად ეს არის ბორჯომი, ეს არის ხაშური, ეს არის გორი, აი რაიონები, ხო? და აღვნიშნა, რომ ადამიანებს აქვთ რაღაცაოს არის შიმშილი, შეიძლება ითქვას, შიმშილი. ეს ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდია, მაგრამ ფაქტიურად ეს 99 წელი, 90 წლის მოგზაურობა, 91-ის ეს ბოლო პერიოდი არის ფაქტიურად საბჭოთა ხელისუფლების და აი განწყობა როგორია, იმას მოგახსენებთ, ფაქტიურად ეს ხელისუფალნი, ანუ ესე რომ ვთქვათ, ვიზე არის ლაპარაკი, ძირითადად სისტემა ესეთია, საბჭოთა სისტემა, რომ ფაქტიურად რეგიონს თუ რაიონს მართავს რაიკომის მდივანი, ეგრეთ წოდებული. ანუ პარტიის რაიონული კომიტეტი არსებობს და აი ამ რაიონული კომიტეტის ცენტრალური პირი არის მდივანი, არსებობს კიდევ ქვეყნის ცენტრალური კომიტეტი, ქვეყნის მდივანი, პირველი პირი არის მოკლედ პარტიის ლიდერი რა. ხო და აი ეს პარტიის ლიდერები ბოლო პერიოდში როგორ გითხრათ, რაღაცნაირად გაადამიანურდნენ და გრძნობენ უკვე, რომ რაღაცა იცვლება აუცილებლად აი განსაკუთრებით ამ 9 აპრილის შემდეგ და ვერ გეტყვით, რომ პირდაპირ 99 წელს, მაგრამ აი 90 წელს, 91 წელს უკვე ჩვენი მოგზაურობისას უკვე სრულებით სხვა რეალობა გვხვდებოდა და ეს ადამიანები ძალიან გვეხმარებოდნენ აი ამ მოგზაურობაში, ხელს გვიწყობდნენ და ფაქტიურად მათი ადამიანური ბუნება უფრო მეტად ვლინდებოდა და ძირითადად პატრიარქსაც ძალიან ხშირად მოუყოლია, რომ ჩუმად მოდიოდნენ. ჩუმად ეს რაიკომის მდივნები მასთან, ისე რომ არავის არ გაეგო და თავიანთ სარწმუნოებას გამოხატავდნენ და ამიტომ რა თქმა უნდა პატრიარქს აი რო ყოფილიყო ეს საშუალება რომ გვიყვებოდა, მაგრამ აი ესე სრულად რომ მოეყოლა ძალიან იქნებოდა საინტერესო ამ პიროვნებების ეხლა მე ამ რაიკომის მდივნებზე მაქვს ლაპარაკი, მაგალითად ვასილი პავლეს მჟავანაძე, რომელიც სადღაც 70-იანი წლებიდან უკვე აღარ იყო რაიკომის მდივანი, აი მისი შვილების მონათხრობი ვიცით, რაც თვითონაც არ იცოდნენ, გარდაიცვალა, ექიმი გამოვიდა, ესე იგი ამ რეანიმაციიდან და აი ეს სამკერდე ღვთისმშობლის მედალიონს ატარებდა. თურმე რაც არავინ არ იცოდა, აი რაღაც ესეთი ვითარება იყო. ხო და მე ხლა ამაზე აღარ შევჩერდები, უბრალოდ მე მინდა გითხრათ, რომ აი პატრიარქი ამას გრძნობდა ყველაფერს, და არ ვიცი მისთვის რამდენად ეს მოულოდნელი იყო, მაგრამ ჩვენთვის
ჩვენთვის აი უშუალოდ მონაწილეები ვინც ვიყავით აი პირველი მოგზაურობის ეს იყო რაღაცა როგორ გითხრათ აი რაღაც სამყაროს რო აღმოაჩენ რაღაც ახალს აი რაღაც ესე იგი რა ეხა რა მაქვს ხედველობაში რომ ჩვენ ფიქრობდით ესე და უწმიდესიც ესე გამზადებდა გვესაუბრებოდა რომ ლოცვით უნდა გავიაროთ ეს გზა და რომ ჩვენ ესე იგი რაღაცნაირი როგორ გითხრათ თავდაცვითი განცდა უნდა გქონდეს შინაგანი რომ აი ჩვენ ხა უნდა მიუხედავად ამ დიდი წინააღმდეგობისა ნუ ხა ეს ისე საბჭოთა კავშირზე მაქვს ლაპარაკი მიუხედავად იმისა რომ ეს ყველაფერი აკრძალულია ჩვენ უნდა მოვახერხოთ და ჩუმად ისე რომ არავინ რაღაც მინიმალურად მივიყროს ახლა მივიღროთ ყურადღებას ახლა ამდენი ჯგუფი რო გადაადგილდება აბა რა იქნება მაგრამ და მართლაც მინდა გითხრათ რომ ნუ მანქანები ჩერდებოდა ტრასაზე რომ ბოლოს მაინც განსაკუთრებით ტრასაზე რომ გვიწევდა სიარული გეკითხებოდნენ რა ხდება სად მიდიხართ ძალიან დიდი შტაბ-შტილება იყო რა და მაინც მიხედავთ ამისა ჩვენ რაღაც თავდაცვითი განცდა ქონდა რომ აი ეს კვნილზე უნდა ვილოცოთ და ესე უნდა გავიაროთ ეს გზა ლოცვით და უცებ აღმოჩნდით სრულების სხვა მდგომარეობაში აღმოჩნდა რომ ეს კვნილზე ლოცვით კი არა ესე იგი მოვდივართ კი ლოცულობდით რა თქმა უნდა მაგრამ მოვდივართ და რაღაც ძალიან ახალი და ძალიან საინტერესო და ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი მოგვაქვს ადამიანებისთვის აი იცით როგორი განწყობა იყო რომ აი მოვდივართ ჩვენ და სადღაც მივდივართ აი იცით ისეთი შტაბ-შტილება წკრით ან ტრასაზე განსაკუთრებით იგრძნობოდა ხა სოფლებში რომ დავდიოდით სოფლიდან სოფელში ნუ აინც პირველ წელს განსაკუთრებით მაინც უფრო ტრასაზე გვიწევდა სიარული ხო და ეხა იქ შეიძლება მაინც მოძრაობა არ არის ხალხი არ არის და მიუხედავად ამისა სოფლები გვხვდებოდნენ ხოლმე და აი ხა მოგიყვებით ამ ყველაფერს მაგრამ ეს რა რეალობაში მაგრამ როდესაც ტრასაზე მოდიოდით და ეს იცით რაღაც 1-2 საგზაო შემთხვევაც კი იყო იმიტომ რომ ძღოლები ჩვენ გვიყურებდნენ მე რაღაცას ვცდილობდით რომ მოფარებულად გვეულო იმიტომ რომ ნუ მოძრაობა ჩერდებოდა ტრასაზე წარმოიდგინეთ მაშინ ხა ტრასაზე ისეთი მოძრაობა როგორც ახლა არის არ იყო რა თქმა უნდა და ესეთი სისწრაფით არ გადაადგილდებოდნენ მაგრამ მაინც იყო და რაღაც საგზაო შემთხვევებსაც კი ქონდათ 1-2 მოხდა ესეთი რამ რომ თუდად დაამხრუჭა მანქანა და რაღაცა შეჯახებაც იყო მაგრამ მადლობა ღმერთს არ ყოფილა და რაღაც ხო და მაგრამ ესენი მოდიან და გვეკითხებიან რომ რა ხდება სად მიდიხართ და ნუ აღარ იციან სიხარულით რა ქნან მანქანები ჩერდება ზოგი წავა და ნაყინს იყიდის მთელი ჯგუფისთვის დამოგვართმევს აი რაღაც ესე და ამას კიდევ ემოტება ის რომ დრო პატრიარქი მობრძანდება და სპეციალურად ჩამოდის თბილისიდან განსაკუთრებით უკვე აქეთ ხაშურის შემდეგ რომ ესე იგი შეხვდეს გაგვახაროს დაგულოცოს თვითონ გაიხაროს აი რაღაც მოკლედ დიდი ზეიმი ხდება და მოკლედ იმას ვამბობდი რომ გამოვიდა რომ ეს ლოცვითი მოგზაურობა იქცა დიდ მისიონერულ ღონისძიებად იმიტომ რომ ჩვენ მოგვაქვს სიტყვა ქადაგება ძირითადი არ ვიცი ახლა ეს თანამედროვე სიტყვა ეს მესიჯი ანუ აი ინფორმაცია თუ ამბავი კეთილი უწყება ესე რომ ვთქვათ სახარებისეული სიტყვები ეს არის რომ ვინახართ აი სოფელში შევდივარ და გვეკითხებიან ვინახართ რატომ მოხვედით და ჩვენ ვავნებით რომ ჩვენთვის სახელით იცით ეს როგორი ის არის ჩვეულებრივი ადამიანები ვართ ახლა ნუ ჩვენს ამ საზოგადოების წევრები და უცებ გეძლევა საშუალება ვიღაცას უთხრა რომ შენ ღმერთის სახელით მოდიხარ და რომ აი ღვთის სიტყვას ქადაგებ და რას ნიშნავს რას გვეუბნებით ეს სოფლელები აი ეხლა მე განზოგადებულად გიყვებით იმას რაც ბევრჯერ განმეორდა ამ სოფლებში ფეხით სიარულისას მე ხა სანამ შემდეგ ეტაპზე გადავალ მინდა ზოგადი შეფასება გავაკეთო იმიტომ რომ როგორ გითხრათ ეს ყველაფერი პატრიარქის შემოქმედება ეს ყველაფერი პატრიარქმა იცის და ჩვენ გვაგზავნის ფაქტიურად როგორც აი ეს არის ესე იგი მთავარი გზავნილება ესე რომ ვთქვათ მთავარი ამბავი სახარებისეული მთავარი ამბავი არის რომ იესო არის გამოგზავნილი მამის მიერ აი ეს გამოგზავნა აი ეს არის მისიონერობა სიტყვა ამას ნიშნავს ესე იგი მოდის ლათინური სიტყვიდან mitte
ანუ ეს ბერძნული აპოსტოლი ამას ამ სიტყვას აქვს თავისთავად ძალიან დიდი ისტორია, ძველი აღთქმიდან მოდის ეს სიტყვა და ეს არის ძირითადად ეს იდეა, რომ აი ვიღაცა აგზავნის ვიღაცას. ადრე ესე იყო, რომ ადამიანი თავისი ამბის გადასაცემად აგზავნიდა ვიღაცას, მაგალითად ეხლა მე აღარ ჩაუღრმავდები ამას, მაგრამ მაგალითად აბრაამმა თავისი შვილის ისააკის დასაქორწინებლად გააგზავნა თავისი წარმომადგენელი და ეს იყო, ესე იგი, აპოსტოლი ეს სიტყვა არის ნახმარი ძველ აღთქმაში, ესე იგი, ამასთან დაკავშირებით ელიაზარი გააგზავნა და მან, ესე იგი, ჩამოიყვანა რებეკა. აი ეს გაგზავნა და ეს არის ეს სქემა იყო, შეიძლება ითქვას უკვე წინასწარ მომზადებული, რომელიც იესო ქრისტემ განახორციელა და მოდის და ეუბნება, რომ მე ვარ მამის მიერ გამოგზავნილი. და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ანუ ღმერთის მიერ გამოგზავნილი ძალიან მნიშვნელოვანია ებრაულ ცნობიერებაში და შემდეგ უკვე ქრისტიანულ ცნობიერებაში. რომ ჩვენ ვართ მოციქულები. მოციქული სიტყვა მოდის ციქვა ნიშნავს ესე ზუსტად ამას, დავალებით გაგზავნას, რაც არის ლათინურად მიტე და ბერძნულად არის აპოსტოლი. ხო და აი მისიონერები ვართ ჩვენ, მისიონერები ვართ და სწორედ ამიტომაც უკვე 1991 წელს მესამე მოგზაურობა რომ დასრულდა, პატრიარქმა დააწესა და დააფუძნა, უფრო სწორედ დააფუძნა განყოფილება საპატრიარქოში და თვითონ უწოდა ეს სახელი მისიისა და ევანგელიზაციის. ნუ ეს მისია კი ნუ უკვე ეს სიტყვა ხშირად გამოვიყენებდით ხოლმე მისიონერობა მისია, მაგრამ ეს ევანგელიზაცია ეს ძალიან ღრმა შინაარსის მატარებელი იყო. ეხლა ამასაც მოგიყვებით, ესე იგი, როგორ გვასწავლიდა პატრიარქი, რა უნდა გავაკეთოთ. აი, მისია და ევანგელიზაცია რას ნიშნავს? ესე იგი, რომ მისია ნიშნავს იმას, რომ ეხლა ერთი წუთით უბრალოდ გავაკეთებ კომენტარს, რომ მან სპეციალურად მოიფიქრა ეს ტერმინები, აი მისია და მოიფიქრა როგორ, ნუ გამოიყენა მისია და ევანგელიზაცია, რომ ის განყოფილების სახელი საერთაშორისო მნიშვნელობის ყოფილიყო ყველასათვის გასაგები მთელ მსოფლიოში. ნუ ზოგიერთ სხვა ეკლესიაში არის მისიონერული განყოფილება. ყველგან არის ეს, არ შეიძლება მისიონერობის გარეშე მართლმადებელი ეკლესია არ არსებობს და აი სწორედ ეს თეორიული მხარე მოგვიანებით შევიმუშავეთ, მოგვიანებით ჩამოყალიბდა, მაგრამ პატრიარქმა წინასწარ განსაზღვრა ყველაფერი, როდესაც დაარსა განყოფილება მისიისა და ევანგელიზაციის და აი სწორედ მამა დავითი, მაშინდელი ჯერ კიდევ მამა დავითი 91 წელს თუ უკვე ნუ მოკლედ მოგახსენებთ ამას ყველაფერს და დანიშნა ხელმძღვანელად ყოფილების თავმჯდომარე და მე დამნიშნა მის მოადგილედ და დღემდე ესე ვართ, აი დღესაც არსებობს მისიისა და ევანგელიზაციის განყოფილება, მეუფე დანიელი არის მისი თავმჯდომარე და მე ვარ მისი მოადგილე, აი მთელი ამ წლების განმავლობაში ეს არ შეცვლილა. და რას ნიშნავდა ეს? ეს იმას ნიშნავდა, ნახეთ, აი შემდეგი, რაც ესე იგი, ხო გეუბნებით, ეს იყო აღმოჩენა ნამდვილი, რომ ჩვენ ესე იგი ვართ მისიონერები. სინამდვილეში კი მომლოცველები ვართ ის, მაგრამ თავარი ის არის, რომ ეს მისიას ვასრულებთ, რომ მოგვაქეს ღვთის სიტყვა და რაში მდგომარეობდა, ხა დავიწყე და ცოტა არეულოდ ლაპარაკობ, მაგრამ რომ აი მოდიეთ და სოფელში გვეკითხებენ რა ვქნათ, აი რას გვეუბნებით, რისთვის მოხვედით. ჩვენ ვეუბნებით, რომ უნდა ვიმარხულოთ და უნდა ვილოცოთ. პირველ რიგში აი ეს არის ეს ცნობიერებაში ეს უნდა დამკვიდრდეს და აი ესე იგი სტანდარტული რაღაც შემოწინააღმდეგება ამ ინფორმაციაზე ერთი ის რომ ეხლა თუ ყველა ილოცებს საქმე ვიღა უნდა აკეთოს, ეხლა ვითომ ესე იგი გადამკვდარია ყველა ამ საქმეზე და ლოცვის დრო აღარ რჩებათ. ეს ერთი და მეორე რომ ისედაც არ მარხულობთ, რა დროს მარხვა, ისედაც შიმშილობა ქვეყანაში, ხო, რა თქმა უნდა და აი სწორედ ეს პირველი ეს ორი მთავარი აზრი, რომ ლოცვა არის აუცილებელი, რომ ლოცვა პირიქით მოგეხმარება იმაში,
თუ მაინდა-მაინც გამოყენებითი ესე იგი კუთხით შევხედავთ, მოგეხმარება სწორედ იმაში, რომ საქმის ორგანიზაცია კარგი იყოს და მარხვაც მოგეხმარება იმაში, რომ სწორედ ესეთ ჩიმშილობაში და ესე არ ვიყოთ, რომ სისტემური გახდეს ეს ყველაფერი, რომ ვიცით, რომ დღეს მარხულობთ, ხვალ არ მარხულობთ და აი თუ ესე მოიქცევით, უფალი ჩვენ მშიერს არ დაბტოვებს და არც ისედაც არ ბტოვებს, რა თქმა უნდა, მაგრამ აი ეს რაღაცა ეს ორი მთავარი იდეა ჯერ. ამის შემდეგ უკვე იყო ლაპარაკი იმაზე, რომ აღსარება უნდა თქვას ადამიანმა და რომ ესე იგი რომ ზიარება უნდა მიიღოს და აქ შემდეგი აზრი ესე იგი აი ფაქტობრივად ეს აზრების ჭიდილში გადაიზარდა მერე და აღსარებაზე გეუბნები რომ მე უცოდველი ვარ კაცი არ მომიკლავს ეხა ყველა ესე ვერ იტყოდა მაგრამ ნუ ვინც ხვდებოდა ძირითადი მოსახლეობა კაცი არ მომიკლავს არ მომიპარავს ესეც ძალიან პირობითია როგორ არ მოუპარავს და რაღაცა კიდევ ჩამოთვლილი ერთი ორი და აი პასუხი ამაზე იყო ესეთი რა ეს მთავარი აზრის დამკვიდრება რომ ჩვენ ვცხოვრობთ 10 მცნების მიხედვით ცნებების მიხედვით 10 მცნება წერია ძველი აღთქმიდან მოდის ეს 10 მცნება და 10 მცნებიდან ერთს თუ ასრულებ ან ორს ხო ეს არნიშნავს იმას რომ 10-ს ასრულებ და თუ 10 მცნებიდან ერთს მაინც არ ღვევ და პრინციპულად არ ასრულებ მაშინ გამოდის რომ არ ასრულებ 10 მცნებას და ეს როც არნიშნავს იმას რომ ესე იგი რადგან შენ კაცი არ მოგიკლავს რომ ესე იგი შენ ცოდვები არ გაქვს ეს ცოდვები პირველი 4 მცნება უნდა წაიკითხო კარგად და ესე იგი ორ ნაწილად იყოფა აი ჩვენი ქადაგების მთავარ შინაარსს გეუბნებით რაც პატრიარქიდან მოდიოდა ეს მთავარი ცენტრალური იდეები ის რომ მაგალითად ძალიან ხშირად ამბობდა ქადაგებაში პატრიარქი რომ ესე იგი 10 მცნება იყოფა ორ ნაწილად. პირველი 4 მცნება, ორი დაფა იყო, ხო? ორი ქვის დაფა მოსემრო ჩამოიტანა და პირველზე ეწერა პირველი 4 მცნება და მეორე 6 მეორე დაფაზე და ეს ესე იგი პირობითად არის გაყოფილი ადამიანის ვალდებულებები ღმერთის მიმართ და ადამიანის ვალდებულებები ადამიანების მიმართ. ეს არის მეორე 6 მცნება, ანუ ეს არის მორალი, ანუ ეს არის ზნეობრივი კანონი ცხოვრების და ნახეთ რას ამბობდა უწმინდესისგან გავიგემე პირველად ეს ძალიან საინტერესო აზრი რომ ესე იგი ეს არის ვერტიკალური ურთიერთობა ადამიანის ღმერთთან და ეს არის ჰორიზონტალური ურთიერთობა ადამიანის ადამიანებთან და აი ამ ორი ვერტიკალის და ჰორიზონტალის გადაკვეთა არის ჯვარი და როდესაც უფალი ბრძანებს რომ აღიგე ჯვარი და შემომიდეკ მე აი ეს ჯვრის აღება ნიშნავს აი ამ შენი მოვალეობების გაცნობიერებას და ამის შესრულების დაწყებას უარყავ თავითვისი აღიგე ჯვარი და შემომიდეკ მე აი ეს იყო ჩვენი ქადაგების მთავარი შინაარსი უარყავ თავი შენი ნიშნავს იმას რომ ეს შენ მიერ მოგონილი პრინციპები გადაამოწმე ეს არ არის სწორი ეს არ არის ამის მიხედვით შენ თავს ვერ აცხოვნებ უარყავ თავი შენი აღიგე ჯვარი ანუ გარკვიე რა გევალება შენ როგორც ქრისტიანს მართლმადებელ ქრისტიანს და შემომიდეკ ანუ დაიწყე ამ ვალდებულებების შესრულება აი მას ქადაგებდით ჩვენ ესე იგი თელი გზა უკვე თანდათანობით მე ჩამოყალებ და რა თქმა უნდა პირველად ეს იყო აი სადღაც რომ მიდიხარ და დიდი კარი რო გაიხსნება სხვათა შორის ლანდშაფტიც არის ესეთი საქართველოშიც არის რომ მიდიხარ გზაზე და გონია რომ აღარ არის გზა მთა არის და რომ მიუახლოვდები და უცებ იხსნება ესე და ახალ სივრცეში შედიხარ აი რაღაც ესე იაპონური თეატრივით არის რა ესე დეკორაციები ესეთი ადგილებია საქართველოში ესეთი ადგილები არსებობს და გავს ძალიან მოკლედ იმის თქმა მინდა და აი ეს ახალი სივრცე გაიხსნა სრულებით ჩვენთვისაც და ფიქრობ რომ ალბათ პატრიარქისთვისაც მან კი იცოდა რა ვითარება იყო ქვეყანაში და როგორი მოლოდინი შეიძლება და ყოფილიყო მაგრამ აი ჩვენი მონაყოლებით აი ამ რეალობად აი ამ რო უყურებდა ამ ყველაფერს აი მას ეს 99 წელია ჯერ კიდევ პირველი წმინდა ნინოსის ასასრული რომელიც აი დაგვირგვინდა პირდაპირ აი ამ საოცარი დიდი ნათლობით ეს იყო ხო გეუბნებით არ ვიცი ხა ეს გადაღებული მაინც სხვა არის, მაგრამ მაშინ არ არსებობდა ამის საშუალება, ამის ტექნიკა. ეხა კინოკამერები კი იყო და იღებდა, მაგრამ ნუ აი რაღაც ესეთი მასშტაბური გადაღება არ იყო, თორე ალბათ არ ვიცი რა იქნებოდა. ძალიან შტამბეშტავი იყო. ყოველში იმ ფონზე რა სივრცეშიც რა სამყაროში ჩვენ ცხოვრობდით. და
და აი დამთავრდა ეს პირველი ნათლობა, რაღაც საოცარი განცდა, რომ რაღაც ახალი დროება იწყება, ახალი სამყარო გაიხსნა ჩვენს თვალწინ და შესაბამისად პატრიარქი მზად არის ამისათვის. მზად არის თვითონ შინაგანად, მან იცის შემდეგი ნაბიჯები რა უნდა გადავდგათ და ჩვენ გვაქვს პატრიარქთან შემდეგი საუბრები, შეხვედრები და იგი ბრძანებს, რომ ეს გზა არ უნდა გაჩერდეს, ეს უნდა გაგრძელდეს. რა თქმა უნდა, ეს ფარავნის ტბიდან ცხეთამდე განსაკუთრებული მონაკვეთია, ეს არის წმინდა ნინოს გზა, მაგრამ წმინდა ნინოს გზა არ არის მარტო მისი ფეხით სიარული, არამედ ეს არის ეს მიმართულება, ეს არის ეს ქადაგება და ამიტომ ესე იგი ერთ-ერთი პირველი, რასაც ჩვენი პატრიარქი გვთავაზობს და გვაკურთხებს, რომ გავაკეთოთ, ეს არის რაც მან უფრო კარგად იცის, ესე რომ ვთქვათ, ეს არის მისი სამშობლო, ეს არის ხევი და აი აგვისტოს ბოლოს უკვე ჩვენ მივემგზავრებით მგონი ღვთისმშობ მარიამობის შემდეგ, ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულის შემდეგ მივემგზავრებით, ეს ზუსტად არ მახსოვს ეს თარიღი, ერთი მახსოვს, რომ 11 სექტემბერს დამთავრდა ეს ჩვენი მოგზაურობა ხევში. და ჩავედით ხევში, ესე იგი აქაც ესე, აი ჩადიხარ მანქანებით და აი გადმოდიხარ მანქანიდან, იცით, აი როგორი ეხაც ის შინაგანი შიში თუ რაღაცა მაქვს, აი რაღაცა უცხოობის გრძნობა, რომ აი გადმოდიხარ მანქანიდან და აი შუა სოფელში ხარ, ან სადმე ტრასაზე ხარ, რომ ფეხით შეხვიდე ამ სოფელში, ოღონდ არაფერი არ იცი, რა დაგხვდება, არ იცნობ ამ ხალხს. აი რაღაცა სრულებით უცხო ის არის და ჩვენ კი უკვე გაგვიულია ფეხით ესე აი ეს წმინდა ნინოს გზა და ვეწყობით აი ამ ჯვარი ხატი და ეს წკრივში სიარული და დავიწყებთ ამ სიარულს და შევდივართ სოფელში და სოფელი ესე იგი აბსოლუტურად პირველი შემთხვევაა ესეთი ეხლა კი უკვე აღარ ეხლა კი ყველა სოფელში გვდელია და ეხლა კი უკვე ხალხი ესე რომ ვთქვათ ხალხს ეს გადაგებას მოსმენელი აქვს და უკვე ფაქტიურად თაობები წამოვიდნენ შემდეგ უკვე აი ამ ყველაფრის შემდეგ, მაგრამ აი მაშინ პირველი შევდივართ და აი წარმოიდგინეთ და ეს კარჩაკეტილობა, რომელიც აი სისტემური იყო, აბსოლუტურად საბჭოთა კავშირის იდეოლოგია იყო ესა, რომ ადამიანებს ერთმანეთთან არ ქონოდათ სიახლოვე და ესე იგი ნაცნობობა და შევდივართ აი ჩვენ სამშობლოში ვართ, საქართველოში ვართ, ხევში მივდივართ და არაფერი არ ვიცით რა ხდება იქა და არ ვიცით ეს ხალხი რა ღირებულებები ცხოვრობს, ისინიც გვიყურებენ, ესე იგი აი თითქოს თვარიდანა ვართ ჩამოსულები და ჩვენ ესე იგი შევდივართ ერთმანეთთან ურთიერთობაში. ის რაც რისი იმედიც პატრიარქსაც ჰქონდა და ჩვენს გაბედულება ჰქონდა, რომ ჩვენ ვართ ვერ წაგვართვეს ესე რომ ვთქვათ, ვართ ქართველები ვართ, რაც იმას ინშას რომ ჩვენ გვაქვს გაბედულება, რომ ჩვენ შეგვიძლია ერთმანეთთან სტუმრად მივიდეთ, უცხო ადამიანებთან. მე როგორც მე გავიგე უცხოეთშიც არსებობს ესეთი რაღაცა და სიღრმეში თუ შეხვალ, ესე იგი ადამიანების აი ეს სოციუმში რა თქმა უნდა ყველგან ესეა საერთოდ, მაგრამ აი ეს სიცივე, ეს გაუცხოება მაინც ამ სადაც ცივილიზაცია არის განვითარებული, იქ უფრო მეტია, რა თქმა უნდა, ეს გაუცხოება, მაგრამ აი ჩვენ ამის იმედი გვაქვს, რომ ქართველები ვართ და სტუმრად მივალთ ერთმანეთთან, მე ამაზე მოგიყვებით, მოგვიანებით კიდე, მაგრამ ხელა როლი შეასრულა, როდესაც მე გადავალ და მოგიყვებით აჭარაში ჩვენ მოგზაურობებზე, რომელიც ასევე პატრიარქის ლოცვა-კურთხევით აჭარაში, აი ესეც რაღაც აჭარის შესახებ კიდე ცალკე უნდა მოგიყვეთ. ხო და ეხლა ხევში ვართ, პატრიარქმა იცის ეს მისი სამშობლოა და ეს მოხევეები, რომლებიც ძალიან ზოგადი წარმოდგენა გვაქვს, უცებ ჩვენს თვალწინ ცოცხლდებიან, კონტაქტში შემოდიან, შევდივართ ჩვენ სოფელში, პარაკლეს ვიხდით და შემდეგ ვეუბნებით ამ სოფლელებს, რომ ესე იგი სოფლის მაცხოვრებლებს, რომ ჩვენ თქვენთან მოვედით სტუმრად, რომ აი ეს ჩვენ უკვე რაღაც გამოცდილება გვაქვს, ძალიან ესე იგი ჯერ არ არის იმისი საშუალება, რომ წიგნები გქონდეს თან
ხატები, რაც გვაქვს პატრიარქმა დაგვიბეჭდა მაშინ წმინდა ნინოს ხატები იყო მახსოვს. იმას ვარიგებდით და ოჯახში შევდივართ და უყვებით, ესე იგი, აი რატო როგორ მოვედით, როგორ გამოვიარეთ წმინდა ნინოს გზა და შემდეგ ვეუნებით ესეთ რამეს, რომ აი წარმოვიდგინეთ რა, პატრიარქის სამშობლოა, ხო, ხევია და აი ათობით, ხა ასობით ვერ გეტყვით, იმიტომ რომ დიდი სოფლები არ არის, მაგრამ ათობით ყოველ სოფელში ათობით ადამიანი ინათლება და ნუ ღვთისმადლით წყალი დინარეები არის ამ ხევში, ესე იგი ზოგ ადგილას არ არის საერთოდ საქართველოში და ძნელია მოსანახია, მოსაძებნია, სად შეიძლება რომ ესეთი ნათლობა ჩატარდეს. იქ კი არის და ამ დინარეებში ვატარებთ ნათლობებს უკვე. და ბოლოს ეს ყველაფერი დაგვირგვინდება იმითი, რომ ივანობა ესე ეძახიან, ივანობა ხევში, ესე იგი გარდა იმისა, რომ ნუ ტაძრები არის, რა თქმა უნდა, მაგრამ არის ნიში კიდე, აი ნიში ესე ქვისგან ქვებითგან აწყობილი რაღაც პატარა როგორ გითხრათ, ნაგებობა და ჯვარი აქვს და იქ სანთელი ინთება და ეს არის ვთქვათ, აი სხვადასხვა წმინდა ნინოს, წმინდა გიორგის ეს ნიშები არსებობს რა და აი წმინდა იოანე ნათლისმცემლის ნიში არის და სტეფანწმინდა დღეს ესე ქვია დაბად იქ შორი ახლოს და აქ აი ივანობა ძირითადად აქ ტარდება ხოლმე ეს არის ლაპარაკია იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღეზე და მთელი ხევი იქ იკრიბება ხოლმე ამ დღეს და ამ დღეს ჩამობძანდა პატრიარქი და ფაქტიურად შეიძლება ითქვას, რომ აი იქ დიდი ნათლობა მოეწყო და აი ჩვენი ეს მოგზაურობა ხევში აქ დასრულდა ხევში და ხევში კი დასრულდა ეს მოგზაურობა და ეხლა უკვე სექტემბერია და უკვე ამასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ აი როგორი კლიმატური პირობები და ჯერჯერობით ჩვენ ეხლა ვიწყებთ ამ მისიონერულ მოგზაურობებს და ამიტომ ზამთარი ჩვენთვის ჯერჯერობით დახურული სეზონია, თუმცა გადის რაღაცა დრო და ჩვენ უკვე ზამთრის მოგზაურობებს ვატარებთ ხოლმე, ზამთარში დავდივართ ფეხით და ეს რაღაცა კიდე ძალიან საინტერესო დამატებითი мотивация აქვს ადამიანებს, რომ აი ამ სიცივეში რომ მოდიხარ, მიგიღონ, გაგათბონ. ნუ რა ვიცი ძალიან მოკლედ ესე იგი ეს ფაქტიურად შეიძლება ითქვას მე ხა მომიწევს უკვე სხვა თემებზე გადასვლა დროებით, იმიტომ რომ მოვლენები ვითარდება ქვეყანაში და შესაბამისად ეკლესია რეაგირებს და შესაბამისად პატრიარქი თავის საოცარ ის რატომაც ჩვენ პატრიარქი გვიყვარს, რატომაც თვლით რომ ის უდიდესი პიროვნება, რატომაც თვლით რომ ეპოქა შექმნა, რატომაც თვლით რომ წმინდანია, ცოცხალი წმინდანი, აი ეს ვლინდება ამ სხვადასხვა აი ეს პერიოდია, როდესაც იგი იწყებს ამის გამომჟღავნებას, განსაკუთრებით ეს 90-იანი წლებია და ამიტომ მომიწევს მე სხვა თემებზე საუბარი, მე ისევ დაუბრუნდები აი ამ წმინდა ნინოს გზაზე მსვლელობას, როგორი ახალი ძალით შემდეგ ესე იგი განახლება მოხდა ამისი, მაგრამ ჯერჯერობით ეხლა მხოლოდ იწყება ეს ყველაფერი და ჩვენ უკვე ნელ-ნელა ვემზადებით შემდეგი წლის მოგზაურობისათვის, ეს არის 1990 წელს მეორე გზა წმინდა ნინოსი და ხო გეუბნებით, აი აღარ ვიცი რომ ერთდროულად რო შეიძლებოდეს უცებ ერთდროულად გეტყოდით ყველაფერს, მაგრამ აი რაზე უფრო გავამახვილო ყურადღება. ნუ პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ თუ ჩვენ გადავდივართ უკვე ესე იგი შემდეგ მოგზაურობაზე, პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ეს ისევ ესე იგი იწყება იქიდან რომ 31-ში ჩვენ ჩავიდეთ, ღამე დავრჩეთ და გავათიოთ ტბის პირას, იმიტომ რომ არაფერი არ არის, იქ მარტო ღია ცის ქვეშ არის ტრაპეზი და ნუ კიდევ ეს რაღაც ერთი ვაგონი დგას
რომელშიც უკვე არიან ნუ მორჩილი თუ ბერები თუ რა ცოტანი 1-2-3 ადამიანი ცხოვრობს იქა უკვე არის ეს მამათა მონასტერი ფაქტიურად არსებობს იქა და ერთადერთი რაც ესე იგი სანუგეშო არის რომ ეს ვაგონი დგას და ხის ტუალეტი არის რამდენიმე განყოფილებიანი აი რაღაცა ცივილიზაციის ნიშნები მარტო აქ არის დანარჩენი ჩვენ ჩავდივართ ესე იგი ჯგუფი ნუ ზრუნავთ იმაზე რომ ღამე ისევ ეს გვახსოვს კარგად რომ ძალიან გამოგვადგა 99 წლის 31 მაისისიდან პირველ აი ღამეს ეს შეშა ანუ შეშა აუცილებლად უნდა იყოს იმიტომ რომ შეიძლება წვიმა იყოს იცივე იქნება რაღაც მაგრამ ეს ცეცხლი რაღაცნაირად აი როგორც სახლი ისე არა და ეს უკვე ტრადიცია უკვე შემდეგ წლებშიც რომ აუცილებლად ამ ღამეს ესე იგი დიდი ცეცხლი უნდა დაინთოს და ამ ცეცხლის გარშემო უნდა ვიყოთ ვილოცოთ წამოვწეთ ცოტა დავისვენოთ თუ ამინდი ამის საშუალებას გვაძლევს და აი რაც უნდა გითხრათ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის ოღონდ აი ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე აი ზუსტად მეორდება ყოველ 31 მაისს ერთი და იგივე პირველი 3 წლის განმავლობაში მობრძანდება პატრიარქი ველოდებით 6 საათზე ლოცვა უნდა დაიწყოს მობრძანდება და აუცილებლად უნდა წამოვიდეს კოკის პირველი წვიმა აუცილებლად ისეთი წვიმა რომ აი განძრევის საშუალებას რო არ გაძლევს და უკვე აი ეს არის რომ უკვე უნდა გადავწყვიტოთ რომ ესე იგი ვერ ჩავატარებთ ამ ლოცვას და უცებ გადაიღებს ეს წვიმა უცებ ზეგამოანათებს და ტრაპეზზე ინთება სანთლები ღია ცის ქვეშ მოკლაპარაკი და აი ესე მშვიდად ღია ცის ქვეშ ტარდება ლოცვა მე ღამეც ნუ იყო შემთხვევები რომ ცოტა გაწვიმდებოდა რაღაცა მაგრამ ისე უნიშნელოდ და მეორე დღეს ჩახჩახამზე ისეთი ჩახჩახამზე რომ მაშინ კი არ იყო იმის საშუალება ესე იგი რაღაც ესე არ იყო ცნობილი ეს არის ეხლა მინდა გითხრათ ეხლა კიდე ვინც შეიძლება პირველადაც მოდის პირველ ივნის ფარავნის ტბაზე ესე იგი აუცილებლად სახის დამცავი მზის დამცავი კრემი მზისგან დამცავი კრემი აუცილებლად უნდა ეს საცხინელსაცხებელი უნდა აუცილებლად იყოს სახეზე იმიტომ რომ ისეთი მზე არის და ისე წვავს აი ნუ შეიძლება სერიოზული დამწრობა მიიღოს ადამიანმა თუგი იგი მთელი დღე ესე იგი წიროზე იქნება რაც არ უნდა ღრუბლიანი დღე იყოს მაინც მაგრამ ნუ აი წელსაც პროგნოზი ესეთია რომ ჩახჩახამზე იქნება და აუცილებელი არის ესე იგი აი ხა გვაქვს ამის საშუალება რომ სახე იწვება ძალიან ხელები იწვება აი ეს ადგილები სადაც განათებს მზე მოკლედ იმის თქვა მინდა რომ აი ესეთი წვიმის შემდეგ უცებ ეს ჩახჩახამზე და ეს ისეთი თვალსისაცემია ეს ისეთი ის არის რომ უკვე ესე იგი ჩვენ მეორე წელსაც რო ეს განმეორდა 90 წელს, აი 91 წელს უკვე რაღაცაერთი მოლოდინი ქონდა, რომ ეს ესე რო არ ყოფილიყო გული დაგწყდებოდა და რა თქმა უნდა 91 წელსაც ზუსტად ასეთნაირად მობრძანდა პატრიარქი, გაწვიმდა და აი გადაიღო და იცით რა, ეხლა შეიძლება ამის მოყოლა რაღაც ესეთი ღიმილის მომგვრელი იყოს, არ ვიცი, ვერ გეტყვით, მაგრამ მინდა გითხრათ რომ მაშინ ეს ნუ პირდაპირ ნამდვილი სასწაული იყო ღვთისგან, იმიტომ რომ თუ იქ ახარ და ამ ყველაფერს გრძნობ, აი ეს ესეთი ცვლილება ბუნებაში, ნუ ცხადია რომ ამ სასწაულებს მიაწერდა და მინდა გითხრათ რომ გარდა ამისა გზაზე კიდე სხვა სასწაულებიც აღესრულებოდა და დღემდე ხდება ეს სასწაულები, ეს რა არის? ეს არის თუნდაც უნიშნელო რაღაცა მოვლენა თუ ცვლილება თუ რაღაცა, რომელშიც ჩვენ ხედავ ღვთის ჩარევას, ღვთის ნებას. და აი ესეთი ეს ღვთის გზაზე დავდიოდით, ოღონდ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ეხა ეს უკვე ნამდვილი გამოცხადება იყო და პატრიარქმა მოგვიყვა ამის შესახებ. აი ამ წმინდა ნინოს გზა, პირველი გზა რომ მოგზაურობა რომ მიმდინარეობდა, იმიტომ იყო თვითონ წმინდეს ეს ძალიან ესე რომ ვთქვათ, ნუ რა სიტყვა ვიხმარო, ძალიან ემოციურად აღიქვამდა ამ ყველაფერს. ესეთი რამ მოხდა, რომ ჯერ კიდევ ესე იგი ამ ძველ რეალობაში ვცხოვრობთ, ჯერ კიდევ ჩვენ გვაქვს საშუალება იმისი, რომ სოხუმში ჩავიდეთ,
99 წელია და მოვილოცოთ იქ წმინდა ადგილები, რაც გავაკეთეთ კიდევაც. აი ამ ჩვენმა ჯგუფმა, ამ წმინდა ნინოს გზის ჯგუფი სამოგზაუროდ ვიყავით ჩასულები და სიმონ კანანელის საფლავი ვნახეთ, კომანში ვიყავით, სადაც ივანე ოქროპირის გარდაცვალების ადგილია, წმინდა მოწამე ეხლა სხვა რამეზე რო ფიქრობდი ამომივარდა თავში და ვასილისკოს წამების ადგილი ვნახეთ და მისი სისხლიანი ქვები. ეს მოვასწარეთ ჩვენ მაშინ მოვილოცეთ ეს ყველაფერი და ამას ეხლა იმიტომ მოგახსენებთ, რომ სოხუმის უდაბნოები ესე ქვია, მთებში ჩვენ მერე ბევრჯერ მოგვისმენია სხვადასხვა პიროვნებებისგან ცხოვრობენ მონაზვნები და ბერები. იქ ზემოთ არის სპეციალური რაღაც განსაკუთრებით ვერ მიაგნებ თუ არ იცი ადგილები, სადაც მთელი ამ საბჭოთა პერიოდის განმავლობაში ეს ბერები და მონაზვნები ცხოვრობდნენ უდაბნო, იმიტომ ქვია იმ ადგილს, იმიტომ რომ ბუნება კი არაჩვეულებრივია, მაგრამ ადამიანები არ არიან, მარტო ეს ბერები ცხოვრობენ და ბევრი შემთხვევა ყოფილა ეს ვერტფრენით მიფრენილან ეს საბჭოთა ესე რომ ვთქვათ ჯარისკაცები თუ ვიღაცა რა ვიცი პოლიციელები დაურბევიათ ესენი, მაგრამ ესენი მაინც ცხოვრობენ. და იქიდან მონაზვნები არიან ჩამოსულები და მივიდნენ პატრიარქთან. აი პატრიარქმა ეს მოგვიყვა საოცარი აქტუალობით, რომ ეს მონაზვნები მივიდნენ და უთხრეს, რომ გამოცხადება გქონდა, ხილვა გქონდა, პირდაპირ ხილვა, რას ნიშნავს, ოღონდ ჩვენ ეს არ ვიცით, ამიტომ მოვიდით, რომ თქვენ მოგიყვეთ. და ეს ხილვა მდგომარეობდა იმაში, რომ თეთრებში შემოსილი წმინდა ნინო დადის მთელ საქართველოში. აი ესეთი გამოცხადება გქონდა. და აი ეს როდესაც პირველი წმინდა ნინოს გზა ესე იგი მიმდინარეობდა ესე იგი მსვლელობა. აი ამ დროს ჰქონდათ მათ ეს გამოცხადება და ჩვენ ესე იგი პატრიარქმა სწორედ ამით გაგვამხნევა, რომ გამოდის, რომ ჩვენ მივდივართ, მაგრამ ჩვენ ხო წმინდა ნინოს ნაკვალევზე მივდივართ. ჩვენ ხო სინამდვილეში მივყვებით წმინდა ნინოს და აი თურმე წმინდა ნინო დადის ეხლაც ჩვენთან ერთად და ის არ ჩანს და ჩვენ კი მის ყოლს მივყვებით და აი მის მაგივრად ესე იგი წმინდა ნინოს ტროპაში არის ესეთი სიტყვები ანდრიას ქადაგების წარმართება. აი წმინდა ნინომ ანდრიას ქადაგება განავრცო, ანდრია პირველწოდებულის, რომელიც ღვთისმშობელმა გამოაგზავნა, აი ჩვენ კი წმინდა ნინოს გზაზე დავდივართ და მივყვებით წმინდა ნინოს და სხვათა შორის აი ამ სიარულში ვარკვევთ, რომ წმინდა ნინოს გზაზე სიარული ნიშნავს კიდევ რაღაცა განსაკუთრებულს, რომ რაც ჩვენ არ ვიცოდით და ხვდება მისი ესე იგი ხვდება ჩვენ მისი კვალი. დღესაც კი აი 2000 წელი, ну რა ვიცი 1700 წელი გავიდა და დღესაც აი სრულებით მოულოდნელად მაგალითად სოფელში გეუბნებიან, რომ აი ეგ პატარა ტაძარი არის წმინდა ნინოს, აი სრულებით მოულოდნელად იქ მაგალითად სოფელ ხოსპიოში. ან სადღაც არის ქვა და წმინდა ნინოს ქვა ქვია ამას. და აი ესეთი, აი სრულებით მოულოდნელად მაგალითად ხა რასაც გეუბნებით, ეს არის ტაბაწყური ტბა სიღრმეშია, ოღონდ სიღრმეში არ არის ფარავნის ამ მტკვრის სანაპიროზე და იქ არის ადგილი, აი წმინდა ნინოს ქვა ესე ქვია მაგალითად. ეს ხალხური გადმოცემა, ტოპონიმები და ну რა ვიცი სხვადასხვა კიდევ ესე იგი და აი ეს გაცოცხლებაა თითქოს და ეს გამოცხადებამ ეს ყველაფერი დააგვირგვინა და ესე იგი აი წმინდა ნინოს დავყვებით თურმე ჩვენ და ესე იგი ეს დღემდე რაღაცა აბსოლუტურად ძალაშია ესა და ჩვენ გვჯერა რომ ეს ნამდვილად ასეა. ну შემდეგი ესე რომ ვთქვათ, გარდა იმისა ხა მე ამასაც მოგიყვებით 90 წლის მოგზაურობას და მე 91 წლის მოგზაურობას, მაგრამ როგორც მოგახსენეთ, მანამდე კიდე რაღაც მოვლენები ვითარდება და ამის შესახებაც მინდა მოვასწრო და მოგიყვეთ. ძალიან ესე იგი ძალიან ინტენსიურად ვითარდება ქვეყანაში ეს მოვლენები, ეს ესე იგი
დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა, ამ საბჭოთა კავშირიდან განთავისუფლება და აი საპატრიარქო ამაში ძალიან დიდ როლს ასრულებს, ანუ პატრიარქი უშუალოდ. Und ჩვენ ესე იგი არ ვივიწყებთ ამ მოგზაურობებს მეორე მოგზაურობისთვის ვემზადებით და ასევე ეს მთავარი აზრი, ცენტრალური იდეა, რომ ჩვენ ეს უნდა განვავრცოთ. და უნდა კიდევ ესე იგი პატრიარქის რამოს კიდე სხვა მარშრუტებიც უნდა გაკეთდეს, ფეხით სასიარო, აი ფეხით უნდა გავიაროთ. მაგრამ გარდა ამისა, თუ ეს ესე იგი ესე უცებ არ მოხერხდება და არ მოესწრება, აუცილებლად ჩვენ უნდა ჩავიდეთ და საქართველოს სხვადასხვა კუთხეები უნდა აი ესეთნაირად მოვილოცოთ. პირველ რიგში მაგალითად კახეთში ვიყავით ჩასულები და ძალიან შთამბეჭდავი იყო კახელებთან, სხვადასხვა ადგილებში ვიყავით, განსაკუთრებით ქიზიყი იყო ძალიან შთამბეჭდავი და ნუ არ ვიცი ახლა ამის ყველაფრის მოყოლას როგორ შევძლებდა მოვახერხებ, სათითაოდ დეტალურად როგორი იყო ეს ჩვენი მოგზაურობები, ძალიან შთამბეჭდავი მინდა გითხრათ, განსაკუთრებით ეს პირველი პერიოდი, როდესაც ეს ევანგელიზაციის გარდა, ანუ ევანგელიზაცია ნიშნავს ხალხის განათლებას, ხო, რაღაც აი პირველადი განათლების შეტანას და აი მისიონერული თვალსაზრისით, აი როგორ ჩვენს თვალწინ ადამიანები როგორ ესე იგი იცვლიდნენ თავიანთ დამოკიდებულებას, განსაკუთრებით ერთი შემთხვევა მახსოვს, ძალიან შთამბეჭდავი იყო კახეთში, კი არ მახსოვს ზუსტად რომელი სოფელი იყო, ქიზიყში ვართ და მეუფე დანიელი მაშინდელი კიდევ ერთხელ ვიტყვი მამა დავითი ქადაგებს, შემოიკრიბა ხალხი, ის უყვება ამ ყველაფერს, ძალიან ემოციური ქადაგებები ჰქონდა და ამ ხალხისგან არის ესე რომ ვთქვათ, ერთგვაროვანი დამოკიდებულება არ არის და შემოკამათებაც არის და მაგალითად ერთი ახალგაზრდა მახსოვს, ახლა იმის სახელს ვერ გეტყვით, რომელსაც აი ეს უკვე ცოტა მოგვიანებით არის, აღარ მახსოვს, ალბათ 90 თუ 91 წელია, რომელსაც ძმა დაეღუპა სამაჩაბლოში, რაღაც არეულობები იყო და მან თქვა, რომ ესე იგი თუ ღმერთი არსებობს, რატო მოხდა ეს და აი რატო ხდება ცუდი ამბები და რომ მას ეჭვი შეეპარა ღმერთისადმი რწმენაში, ჯვარი მოიხსნა აღარ ატარებს და ესე ამ ჩვენი მისვლის შემდეგ ესე იგი ჩვენ ვიქადაგეთ პარაკლისი გადავიხადეთ რაღაცა იყო ვისაუბრეთ ესე გაცხარებული საუბარი ქონდა და საოცარი რაღაცა იყო ესეთი შთამბეჭდავი ძალიან და ეს დამთავრდა იმით რომ ამ ადამიანმა ჯვარი დაიკიდა და აი ეს ნაბიჯი გადადგა რა ეს ძალიან მნიშვნელოვანი. ეხლა ერთი რამ კიდევ მინდა სანამ სხვა თემაზე გადავალ და ეს სხვა თემები ძალიან საინტერესოა ეს ეხლა უშუალოდ საპატრიარქოში მიმდინარე მოვლენებს ეხება მაგალითად ერთი სული მაქვს სანამ მოგიყვებით როგორ გადავიდა საპატრიარქო იმ შენობაში რომელშიც ეხლა მანამდე პატრიარქი სიონის ეზოში იყო და ეს თემა ალბათ შემდეგი საუბრის თემა იქნება. ეხლა კი ერთი რამ მინდა კიდე მოგიყვეთ რომ რას როგორი უსაკურთხევო გვაქვს ჩვენ პატრიარქის რომ შავდივართ ამ სოფლებში განსაკუთრებით ეს წმინდა ნინოს გზაზეც რა თქმა უნდა სოფლებში რომ შევდივართ აი როდესაც უკვე გამოჩნდა ესე იგი ეს მისიონერული დატვირთვა მისიონერული ფუნქცია აი ამ მოგზაურობის აი ამის შემდეგ კიდევ უკვე ჩვენ ჩავდივართ იგივე ამ კახეთში ჩავდივართ ნუ ხევში ხო ვიყავით მაგრამ იქაც და სხვადასხვა ადგილებში საქართველოში მე მოგვიანებით უკვე დასავლეთ საქართველოშიც მივდიოდით ესე და რა ლოცვა-კურთხევა გვაქვს ესე იგი ჩვენ რო შევალთ სოფელში რო ვისაუბრებთ უნდა თვითონ სოფლელებს ვკითხოთ რომ აბა ვინ გამოირჩევა მათ შორის ვინ არის ცნობილი სოფელში იმითი რომ აი თავისი თვითონ არის მორწმუნე ადამიანი მოკლედ მორწმუნე ადამიანები უნდა აი თავდადებული აი რაღაც ვისაც განსაკუთრებით არეშინია ამ ქადაგების ხო აღმოჩნდა რომ ყველა სოფელშია ესეთი 1 2 3 ადამიანი და აი ეს ხალხი უნდა აღმოვაჩინოთ ჩვენ აი ესეთი დავალება გვაქვს
რომ გამოვარჩიოთ სოფლელებს შორის 2-3 ადამიანი, ან თუმე იქნება მეტიც და ჩვენ ამ ადამიანებთან უნდა გქონდეს ჩავიწეროთ, მაშინ ხო მობილური ტელეფონი არ არსებობს და ეს კავშირის დამყარება ცოტათი რთულია, მაგრამ ვიწერთ, ნუ რა ტელეფონიც თუ არსებობს რამე ტელეფონი, თუ არა და მისამართს და ჩვენ ესე იგი ამ ადამიანებს უთანხმებით, რომ ჩვენ რო დავბრუნდებით ჩვენ თბილისში და საპატრიარქოში, რომ ჩვენ იქიდან გაუგზავნით მათ ლიტერატურას, გაუგზავნით ხატებს და სხვათა შორის ესეთი შემთხვევებიც იყო, რომ ჩვენ ვაგზავნით მაგალითად საქართველოს დიდების ხატია, რომელიც არის ქაღალდზე ამობეჭდილი. პოლიგრაფიული ის არის და აი ამას ვაგზავნით, ეს უნდა ჩასვან ჩარჩოში. დავალებას ვაძლევთ ესეც და ამან უნდა მე ოჯახიდან ოჯახში უნდა იმოგზაუროს და ვეუბნებით უხსნით როგორ უნდა თვითონ უნდა გადაიტანონ ესენი და ამ ხატვა მთელი სოფელი უნდა მოიაროს მაგალითად ასევე ლიტერატურას ასევე ლოცვანებს და ესე ფაქტიურად სანამ გამოჩნდება სასულიერო პირი სოფელში აი ესეთნაირად ესე იგი ჩვენ ვაფუძნებთ იქ მრევლს, რომელმაც შემდეგ უნდა აქტიურად გამოიჩინოს, როგორც მოგახსენეთ, ეს ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირია და ესეთი წესია, ნუ თეორიულად ხო შემთხვევაში ხალხზე ესეთი კანონი არის, რომ თუ რაღაცა ნაწილი საზოგადოების შეიკრიბება და მოითხოვს, რომ ხელისუფლება ვალდებულია, რომ გახსნას ეკლესია იქ. თუმცა რა თქმა უნდა ეს ძალიან მძიმე პროცესია, რომელიც ძალიან რთულად ხდებოდა და არ ხდებოდა საერთოდ ეხლა კი როგორც მოგახსენეთ უკვე ფაქტიურად დასასრულს უახლოვდება ეს ათეისტური იმპერია და ეხლა უფრო შესაძლებელი არის ამის გაკეთება. მოკლედ ჩვენ ესე ყველა სოფელში გამოვარჩიეთ ადამიანები, თუმცა ძალიან თურმე გველოდება ძალიან მძიმე პერიოდი, რომელზეც კიდე განსაკუთრებულად ცალკე უნდა მოგიყვეთ, ეს არის ომის პერიოდი, ნამდვილი ომი, რომელშიც საქართველო ჩაება, რა ომი იყო ეს და ვის წინააღმდეგ იყო და როგორ იყო მოგიყვებით, მაგრამ ეს არის ომი აფხაზეთის ტერიტორიაზე, ეს არის ომი სამაჩაბლოს ტერიტორიაზე და რამაც ფაქტიურად შეიძლება ითქვას, რომ მთელი ჩვენი ყურადღება თუნდაც აი ჩვენი მისიონერული საქმიანობის, ესე იგი სწორედ აქეთკენ წარმართა და ნახეთ რატო გიყვებით ახლა ამას, რომ ჩვენ ფაქტიურად შეიძლება ითქვას, რომ კარგად ვერ შევასრულეთ ეს ჩვენი დაპირება ამ მოსახლეობის მიმართ, ჩვენ ვთხარით, რომ ჩვენ დავრუნდებით, ჩვენ შემოგეხმიანებით, ჩვენ თქვენთან გვექნება კავშირი და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს რაღაცა ქსელი იქნება, რაღაცას მოეწყობა ესე იგი ეს კომუნიკაცია და ჩვენ უკვე მუდმივი ესე იგი საშუალება გვექნება რომ ვიქადაგოთ უკვე ამ ადამიანების საშუალებით ეს არის ნამდვილი მისიონერული საქმიანობა. ეს არის მისიონერობა და ეს სამწუხაროდ რაღაცა პერიოდი შეგვიჩერდა აი ზუსტად ამ ომის გამო და იმის გამო რომ ყურადღება და როდესაც ჩვენ ეს განვაახლეთ აი რამდენიმე წლის შემდეგ 3-4 წლის მერე თუ კიდე ჩავედით იქ მერე ზოგიერთ სოფელში აღმოჩნდა რომ აი ეს ხალხი ვინც გამოვიჩიეთ განსაკუთრებით ერთი ახალგაზრდა ქალი იყო აღარ მახსოვს სიგნალი იყო ეს თუ აი რაღაც იქ აღმოჩნდა რომ ეს ხატის მოგზაურობა გრძელდება აი ეს დიდი ხატი რომ დავტოვეთ და ეს მიუხედავად იმისა რომ არ ქონდა კავშირი აი საპატრიარქოსთან მაგალითად ან ჩვენთან ხო მიუხედავად ამისა ეს სხვადასხვა რამდენიმე სოფელში ეს თურმე გრძელდება აი ეს იყო მთავარი აი ეს იყო დასაყრდენი შეიძლება ითქვას ჩვენი და ნუ ხა მე უბრალოდ ჩამოგიტვით ეს ერთი საპატრიარქოს თემა მეორე მონასტრები იხსნება მაგალითად ბოდბის მონასტერი, დედათა მონასტერი, კი ძველი მონაზვნებია, ცხოვრობდნენ იქ და ძალიან ესე, მაგრამ აი განახლება ხდება ამისი და ფაქტიურად აი ეს რაღაცა საოცარი ტალღა არის, ესე იგი რომელსაც ჩვენი პატრიარქი ხელმძღვანელობს და რომელიც მოკლედ
რომელიც აი ფაქტიურად შეიძლება ითქვას, რომ ხელახალი აი ამ წმინდანინოს შემდეგ ხელახალი ქადაგება იწყება ჩვენს ქვეყანაში და ჩვენ კი ახლა ვემზადებით უკვე მეორე წმინდანინოს გზისათვის, რომელიც უკვე აი ამ პირველი გზის გამოცდილებით უფრო მასშტაბური იქნება, ჩვენ ჯერ კიდევ ესე უფრო ესე იგი 1991 წლის მოგზაურობა იყო ძალიან მასშტაბური, ერთის მაგივრად 15 ჯგუფი გადაადგილდებოდა, რომელიც ხშირად ხდებოდა ერთმანეთს, აი ეს უნდა შემდეგი საუბრის, არ ვიცი შემდეგი, იმიტომ რომ ჯერ სხვა ამბები უნდა მოგიყვეთ და ალბათ იმედი, მოკლედ აი ეს არის ჩვენი ძირითადი მიმართულება ეხა ამჯერად ამ საუბრის, შემდეგ კი უკვე პატრიარქის მოღვაწეობის სხვა საკითხებზე გადავალთ და გითხრათ, რომ ესე იგი ეს მეორე მოგზაურობა უკვე ეყრდნობა ჯერჯერობით მხოლოდ ჩვენ გამოცდილებას, სად გავიარეთ, რა სოფლებში ვიყავით, რა ამბავი შევიტყვეთ, ესე იგი რომ კიდე სად არის სოფლები და აი უკვე შემდეგი მოგზაურობა იგეგმება უფრო მასშტაბური ხალხის რაოდენობის თვალსაზრისით და გარდა ამისა, აი მაშინ გაჩნდა უკვე მეორე მოგზაურობისას ეს აზრი, რომ ეს მოგზაურობა ეს პირველ წელს 27 დღეში რომ გავიარეთ, ესე კი არ გავაკეთოთ, კი არ ვიჩქაროთ გავლა, რომ არა უშავს თუ გაუხვევთ, ესე იგი ამ მტკვარს გადაუხვევთ და რომელიმე სოფელში შევალთ და მე ისევ დავბრუნდებით, ძირითადად მივყვებით ამ მტკვარს, მაგრამ ჩვენ შევდივართ სხვა სოფლებშიც უკვე, სადაც უკვე კიდევ ერთი მოგზაურობა ქონდა ჩვენ მანქანით. სამი ადამიანი ამჯერად პატრიარქმა გაგვაგზავნა. ეს არის დღეს არის დიაკონი ეს პიროვნება, ეს არის მამა ბესარიონ ჩოხრუკიძე, მაშინ ერის ადამიანი, მეც ერის ადამიანი ვარ, ეს 90 წელია, გაზაფხულია და კიდევ ჩვენი მეგობარი კახალურთქი ფარიძე, რომელიც აღარ არის დღეს ცოცხალი, საჭესთან და მოკლედ აი ჩვენ პატარა მანქანით პატრიარქმა გაგვაგზავნა, რომ დავზვეროთ და ახალი მარშრუტი შევადგინოთ, მარშრუტი როგორ გავაფართოვოთ რა ეს, რომ 40 დღე უნდა ვიაროთ ახლა ჩვენ და ეს ჩამოწეროთ დაახლოებით როგორ ვაპირებთ ეს 40 დღე და აი ამის შესახებ მოგიყვებით, როგორი საინტერესო შეხვედრები ქონდა, ჯერ ამ მანქანით რა სოფლებში, როგორი ქართული სოფლები აღმოვაჩინეთ და შემდეგ უკვე ეს მეორე მოგზაურობა ბევრად უფრო მასშტაბური იყო ვიდრე პირველი და ამან უკვე მესამე მოგზაურობის სახე განაპირობა და ამის შესახებაც მე უკვე ცოტა მოგვიანებით მოგიყვებით. დღეს კი ამითი დაგემშვიდობებით, ღმერთმა დაგლოცოთ, ჩვენთან არს ღმერთი.